რეაბილიტაციის პროექტი უფრო გადიდდა, ალბათ თანხების გაიზრდება, კი ბატონო. ერთხელ უკვე მსოფლიო ბანკის რევიზია გაიარა, მაგრამ პროექტი რო ცვლილება განიცადა და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მთლიანად რეაბილიტაცია მოხდარიყო წყლის სისტემის, რომელთაც არ იყო გათვალისწინებული, იყო განათებები დავამატებიეთ, დასასვენებელი ადგილები დავამატებიეთ, მწვანე კუნძულები დავამატებიეთ, დაცვის სისტემები დავამატებიეთ, საფერხარიშოები დავამატებიეთ, ჯიხურები დაცვის და მიღების მთლიანად ხელახლა შემოყავების რეაბილიტაციის და ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვს. გითხრეს, რომ აპრილის ბოლომდე ეს პროექტი სრულყოფილი იქნება და ჩავარდება დამკვეთს. მერე პროცედურები მსოფლიო ბანკთან ცოტა სპეციფიურია და იმის მიხედვით როგორ მალე გაივლის მუნიციპალური განვითარების ფონდი და მსოფლიო ბანკი ამ პროცედურებს გამომდინარე რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ან წლის ბოლოს ან მომავალ წლის დასაწყისში. და მეახლობით ვკითხეს, რომ მინიმუმ 2 წლიანი პროექტი იქნება, ჯერ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები იქნება ჩატარებული და აღდგება იმ ფარგლებში, რომელიც მანამდე იყო, რომელიც ჩამოვაჭრეს და ალბათ 27 ჰექტარამდე გახდება ისე ჩვენი ბოტანიკური ბაღი. ვერ გეტყვით მე კონკრეტულად თანხას, იმიტომ რომ პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, დენდროლოგიური დასკვნა ცალკე უნდა დაიდოს, არქეოლოგიური ცალკე უნდა დაიდოს, სამშენებლო ცალკე ერთად ჯამში დაჯამდება ეს ყველაფერი და აპრილის ბოლოს უკვე ვეცოდინება და საჯარო განხილვაზეც გამოვიდა, თორსა პროექტი იქნება სრულყოფილი.